უამრავი უკანონობა, რომელიც ხდებოდა ტოტალური ძალადობა დაიწყო, გახსოვთ გდანის ეკლესიაში. როგორ არა და მაშინაც თუნდაც ის ჩვენ ეს იყო ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე და ჩვენ ახალმა მემარჯვენებელს გავაპროტესტეთ და ჩვენ წინა საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ვაქციეთ, რომ შეწყდეს ძალადობა. არაკონსტიტუციური ქმედება და ჩვენს კლიპებში გამოქონდა კიდევაც ის კადრები, როდესაც ზუსტად ის სანოძე სხვათა შორის და ახალაია იყვნენ იმ გდანის ეკლესიის დარბევის დროს, რომლებიც ქალებს ურტყამდნენ და ჩვენ მათი კადრებიც ჰქონდა გამოტანილი იქ აჩვენებდით და სწორედ ამ ადამიანებს ეს რო შერჩათ, მე ეს ადამიანებს ჩამოყალიბდნენ მკვლელებად და მოკლეს სანდრო გირგვლიანი. რამდენი ახალგაზრდა უნდა შეეწიროს ამ რეჟიმს, რომ საზოგადოება გამოფხიზდეს. იცით, ვინმე შეიძლება თქვას, რომ ოპოზიცია არ იყო საკმარისად აქტიური და აგრესიული. არ ვიცი, ისი გაკეთება შეიძლება და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. ის კადრებიც, რომელიც თქვენ აჩვენეთ, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს პოლიტიკოსის და ოპოზიციონერის ჩვეული ფორმა მოქმედებისა. მაგრამ ჩვენ მეტი არაფერი არ ქონდა დარჩენილი გარდა იმისა, რომ რაიმენაერად აი ამ საპროტესტო მანიფესტაციით გაგვეპროტესტებინა ის საშინელი უსამართლობა, ენით აუწერელი, უბრალოდ სიმწრისგან ადამიანს აღარ იცოდი რა გაგეკეთებინა, რასაც ჩვენ უყურებდით სასამართლო პროცესზე. რაც ხდებოდა, როდესაც პირდაპირ აწოდებდნენ მობილურ ტელეფონს განსაჯელებს პირდაპირ კარნახობდნენ მოსამართლეს და განსაჯელებს პროკურორს ვის რა უნდა ეკეთებინა და ყოველ წუთში როგორ გარბოდნენ და როგორ უცახმებდნენ თავის ზედგომებს ვის რა უნდა ეთქვა. ასეთი თავხედობა, ასეთი უსამართლობა მე არ ვიცი, ალბათ 37 წელს ხდებოდა იმ ცნობილი რეპრესიების დროს და ეს ყველაფერი ჩვენ 21 საუკუნეში დაგვიბრუნდა. პრაქტიკულად მაშინ როცა ვიხსენებ, მართლაც გამოფხიზდა საზოგადოება. სანდროს აი ამ საზარელმა მკვლელობამ, ირინა ენუქიძის თავგანწირვამ, მისი ოჯახის, იგივე ჯიმშერ ენუქიძის, რომელიც ეხლახან გარდაიცვალა, მთელი ოჯახი შეეწირა პრაქტიკულად. მამა დარჩა გურამ გირგვლიანი, ჩვენი მეგობარი, უწყინვალესი ქართველი ვაჟკაცი, რომელიც აი ესეთ მდგომარეობაშია დღეს მარტო დარჩენილი აი ამ ტრაგედიის შემდეგ, მთელი ოჯახი პრაქტიკულად ამოწყდა და შეეწირა ამას. მაშინ რომ არა ის რაც კოდორში გაითამაშეს და მე ვიტყოდი რომ ის იყო გათამაშებული. სრული პასუხისმგებლობით ის იყო გათამაშებული, იმიტომ რომ მე შეგახსენებ ამ პარალელურად საშინელება ხდებოდა უნივერსიტეტში, როდესაც ღვაწმოსულ პროფესორებს, პედაგოგებს იქ პოლიცია არბევდა და მე მაშინ ამ პედაგოგებთან ერთად უნივერსიტეტის საერთო დარბაზში ვიყავი, გამოკეტილი, ჩარაზული საიდანაც არ გვიშვებდნენ და ჩვენ გადაგვიკეტეს ყველა საშუალება, საარსებო საშუალება, გადაგვიკეტეს წყალი, გადაკეტეს ყველა სანკვანძი. აი ამ მდგომარეობაში აკოფებდნენ 60, 70, 80 წლის აკადემიკოსებს, პროფესორებს, ღვაწლმოსულ ადამიანებს, იმიტომ რომ ერთი მიზანი ჰქონდათ, დაენგრიათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ნახევრად ამას მიაღწიეს. მე არ მინდა თემას გადავუხვიო, ეხლა ჩვენ აი იმ ტრაგედიაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ეს ზუსტად პარალელურად მიმდინარეობდა. იქ საპროტესტო აქციები, იქ საგაფიცო კომიტეტი უნივერსიტეტში, სასამართლოზე ეს პროტესტი და მე მახსოვს ეს იყო კადრები, როდესაც იყო მსვლელობა ჩვენ დავიზარით სასამართლოს დარბაზიდან და გამოვარღვიეთ ის კორდონები, რომელიც იყო მოწყობილი, ეს იყო პირველი მარცხი სააკაშვილის ძალოვანი სტრუქტურებისა და მოვახციეთ მსვლელობით უნივერსიტეტის ეზოში. მაშინ უკვე უნივერსიტეტში ძალიან დიდი ხალხრალობა იყო უნივერსიტეტის ბაღში და ყველა ნიშანი იყო იმისა, ოპოზიციას გარკვეულწილად მაშინ შეიკრა ამ მოთხოვნებით ერთიანი პოზიციით და ხელისუფლება მაშინ შეტოტმანდა სერიოზულად. და აი მაშინ გაათამაშეს ის რაღაც პროვოკაცია იქ კოდორის ხეობაში რაღაცა ბუნტი თუ აჯანყება, ვითომ დაუმორჩილებლობა, რომელსაც მოყვა სამხედრო ოპერაცია და რომლის შედეგადაც საზოგადოებაში გააჩინეს რაღაც ის ილუზია, რომ ზემო აფხაზეთი, რომ დავიბრუნეთ ნახევარი აფხაზეთი, ჩვენ გავიმარჯვეთ, აი წუთზე ჩვენ ვიბრუნებთ აფხაზეთს, გახსოვთ ის რაღაცა ის პოტიომკინის სოფლების მშენებლობა იქ რომ დაიწყეს და სააკაშვილი გაუთავებლად რაღაცა ბრიფინგებს ატარებდა კოდორის ხეობიდან, რომლიცაც ჩემის აზრით უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა სინამდვილეში კოდორის ხეობა, მაშინ დაუპირისპირდა ის მონადირეს, ადგილობრივი მოსახლეობისგან შექმნილ რაცს, რომელიც იცავდა იქ მილებით,
მაშინ დაიჭირეს ირაკლი ბათიაშვილი ცრუ ბრალდებით, გაანაიარაღეს მონადირე და ამ ყველაფრის შედეგები ჩვენ ნახეთ ახლა თუ როგორ ჩააბარა შიშარა სააკაშვილმა საერთო წინააღმდეგობის გარეშე კოდორი როგორ აჩუქა რუსებს და ოკუპანტებს. როგორ ჩააბარა მან ცხინვალი, როგორ ჩააბარა გორი, როგორ გამოიქცა იქიდან და დღეს კიდევ გაუცემელია უამრავ კითხვაზე პასუხი. რატო გამოსცა 10 აგვისტოს გამთენიისას კაპიტულაციის აქტი, როგორი იყო ეს შინაარსი ამ კაპიტულაციისა, ჩვენ ვითხოვთ ამ დოკუმენტს, ვითხოვთ ღიაობას, გამჭვირვალობას, რა იყო მიზეზი იმისა, რომ სააკაშვილმა ორ დღეში ჩააბარა ქვეყანა და ქვეყნის უზარმაზარი ტერიტორია რუსეთს. ფაქტიურად ესე იყო. ბატონო დავით, მოდი ჩვენ მაყურებელი შემოვიყვანო და მართლა ძალიან საინტერესო დაახწერეთ აი ეს გენეზისი ან ძალადობისა და ბევრი კითხვა ამაზეც გამიშთა მეც და ეგ ერთად გავიხსენოთ რა ადეკვატური ეს მოყვა მოსახლეობისგან აი ამ ძალადობაზე. ეთერში ხარ გისმენთ? გისმენთ? დავით. გისმენთ ბატონო? გესალმებით თქვენ ბატონო დავით მოგესალმებით. მოგესალმებით. და თითქმის ყოველთვის უყურებ ხოლმე თქვენ გადაცემას ის ინტერესით. თქვენ წინ გამოსვლელი ბატონ ეკადესელიას განცხადებას და ბატონ დავითის განცხადებას მოვისმინეთ. რა თქმა უნდა ვისმენთ თავრობის ქმედებებზე ყველაფერს. მაგრამ აი საზოგადოების გამოფხიზლებასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ. აი დაუშვათ გამოფხიზდა საზოგადოება. საზოგადოებას ალბათ იზრდება კონკრეტული ლიდერი. აი რა უნდა გააკეთოს მათო საზოგადოებამ. აი რას გამოფხიზლება. აი როცა ქალბატონმა ეკა მოიყვანა მაგალითი საბერძნეთის გასაგებია ეგ თქვათ გამოვიდა ხალხი, მაგრამ მე რა ამის შემდეგ ახლა მესმა უცხოსო ჩვენ ხანაში რამე დაანგრიოს, რამე გააფუჭოს ხალხმა და ამას უყუროს ყველა. მე მგონი ეს გამოფხიზლება რაც იყო საქართველოში, ყველასთვის მაგალითი უნდა ყოფილიყო საქართველოში კი არა მთელი მსოფლიოსთვის. და აი იმის გამო რომ არაფერი არ დაუნწრევიათ და არაფერი არ გაუფუჭებიათ გამომსვლელებს და ხო და აი გამოფხიზლებასთან დაკავშირებით რას გულისხმობთ ხალხის გამოფხიზლებასთან დაკავშირებით? ვალო. დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. საკმაოდ ლოგიკური კითხვაა, ხშირად ისმის ხოლმე, ჯერ ერთი ერთ ლიდერს ვერ დაგეთანხმებით, აქ ჩვენ ახალი მესია და ახალი ბელადი ნამდვილად არ გვჭირდება. მე მგონი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ლიდერები ნამდვილად არ აკლია. დღეს ცოტა ბევრიც არის მე თვითონ. ყველა მიმართულებით, ყველა ტიპის ლიდერი მოიძებნება საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში. მართლაც ზედმეტად გაწონასწორებული, ზედმეტად ემოციური, ასე რომ ყველა გემონების ამორჩეულმა შეიძლება საკუთარი ლიდერი იპოვოს ამ სპექტრში. აქ როცა ვსაუბრობთ საზოგადოების გამოფხიზლებაზე და პოზიციაზე, ჩვენ გულისხმობთ ერთ რამეს. სამწუხაროდ, როცა სანდრო გირგვლიანის დასაცავად იმართებოდა აქციები, ხანდახან ჩვენ 100 და 200 კაცი ვერ ვიკრიბებოდით. როდესაც უნივერსიტეტის დასაცავად აქციები იმართებოდა 500-600 კაცი მხოლოდ უნივერსიტეტის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრების ნაწილი თუ იკრიბებოდა. როდესაც ხელისუფლება ძალადობდა და თაბუკაშვილის ქუჩიდან უსამართლოდ ღისით ძისით გამოყარეს საკუთრეები, ხანჯრებიდან გადმოუყარეს ნივთები, მაშინ საზოგადოება ამას შეეგუა, დაუყრუა. როდესაც ადამიანებს უკანონოდ იჭერდნენ, აკავებდნენ, როდესაც აწამებდნენ ციხეში და ეს უსამართლო ხდებოდა, როდესაც დაარქვეს ციხის ბუნტი და ჩახოცეს ბიჭები სრულიად უდანაშაულოდ, ბაჩო ახალაიამ და გიგა ბოკერიამ და ამ ადამიანებმა უხეში ძალა გამოიყენეს პატიმრების წინააღმდეგ, მაშინ იქ პატიმრების ოჯახის წევრების გარდა სულ რამოდენიმე ადამიანი ვიყავით მისული ღამით და მეორე დღესაც ჩვენ ვერ ვნახეთ პროტესტი, მიუხედავად იმისა, რომ მიტინგი მიტინგზე ინიშნებოდა. ანუ პროტესტი ერთადერთი ფორმა, რომელსაც აღიქვამდა ხელისუფლება ქუჩაში გამოსული პროტესტის გამომხატველი საზოგადოება ყოველთვის აკლდა. როგორც კი 2 ნოემბერს დიდი ნაწილი ჩვენი მოქალაქეებისა ქუჩაში გამოჩნდა, იმ წუთშივე შეიცვალა ხელისუფლებამ დაუშვა შეიძლება ითქვას საბედისწერო შეცდომა თავისთვის და კიდევ გადაყვან კიდევაც ამ ყველაფერს. მაგრამ ნახეთ 7 ნოემბრის 1 წლის თავზე რამდენი ადამიანი მოვიდა სულ იმ საპროტესტო აქციაზე. მაშინ როდესაც 7 ნოემბერს 1 წლის შემდეგ მოსული 100,000 კაცი,
იქნებოდა ვერდიქტი 100 ან 200,000 კაცი ვერდიქტი სააკაშვილისთვის, რომ მის უნდა წასულიყო. დღესაც ჩვენ როცა ვამბობთ, რომ